საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა შემოგთავაზოთ ძალიან მოკლე ვიდეო, სადაც საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი და პოლიტიკაში კარგად გარკვეული პიროვნება, ჯეფრი საქსი. და შიგევროპელების და შიგმედასავლეთების ფსევდო დაპირებებს, რომელსაც 33 წელიწადია დასავლეთიდან ყენიან ქართულ საზოგადოებას სინამდვილეში როგორც სიწყალს ასხამს და რატომღაც საქართველოში ყოველთვის ასე იყო გაბატონებული აზრი, რომ აი უცხოელმა ექსპერტმა ასე თქვა, უცხოეთიდან ასე თქვა. გასაგებია საქართველო არის ჩვენთან ყველაფერ კარგ საუცხოო ქვია და საუკეთესო თხილსაც ბერძნულს ეძახიან უნდა თქვამია და უბრალოდ გასაკვირი ის არის რომ დღეს რო კითხო ხალხს აგერ ელისაშვილი იყო გამოსული და ამერიკელმა სენატორმა თქვა რომ სალომე ზურაბიშვილი ვადის გასვლის შემდეგაც პრეზიდენტი ესე იგი პრეზიდენტიაო და ასეთი იდიოტიზმები მაგათ ესმით, მაგრამ როდესაც იგივე ამერიკელი ასე რომ ვთქვათ საუბრობს ძალიან მარტივად, ძალიან გასაგებ ენაზე თუ რას ქვია გეოპოლიტიკა და თუ რას ქვია გეოპოლიტიკური რეალობა, რომელშიც საქართველო არის მოქცეული, ამის გაგონება არავის არ უნდა. მოკლედ ნორმალურმა საზოგადოებამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდები რო არიან, ან ბევრი შიგევროპელი რო დარბის აქ ჩემ გვერდზე, რომელიც კომენტარებს წერს, ახლა მაინც შეუშვათ იქნება თქვენ ტვინში ჯეფრი საქსის სიტყვები. ეს არ არის ვიღაცა ქუჩაში მორბენალი აქტივისტი, არის ჩამოყალიბებული ადამიანი, თავისი ცხოვრება ემსახურება პოლიტიკის საკითხებს და რა ვიცი, ნორმალურმა ადამიანებმა ისედაც ვიცით, მაგრამ აი ამ არანორმალურებისთვის ვდებ ქართულ ენაზე, ქართულ ჟურნალისტთან არის, სხვათა შორის ლაშა კასრაძესთან არის ჩაწერილი ეს ინტერვიუ, ვრცელი ინტერვიუ არის, მე ნაწყვეტ შემოგთავაზებ და რა ვიცი, ადრე ასეთი გამოთქმა იყო, ყრუსო, ცოლი მოუკვდაო და ვერ გებულობსო და როგორ გავაგებიოთო და გვერდში ვარ დაუწვებაო, ხო გაიგებსო და ისე ახლა ამათი საქმე. შიგნატოში, შიგევროკავშირში შევა ქვეყანა 33 წელი რო ეძახიან და რო აღარ შევა და რა ვიცი, ყველას თავისი დრო აქვს ამ ცხოვრებაში, წუთისოფლის სტუმრები ვართ და რო წავა ამ ქვეყნიდან, მე მაინც გაიგებენ, რომ მსგავს რაღაცა უბრალოდ ილუზია არის და საზოგადოების დაბოლებას ემსახურება. დროა ქართველებმა გავიგოთ, გავითვალისწინოთ, დიდი ხნის წინ უნდა გაგვეგვო ყველაფერი და აი ამ ბლებ დაპირებებს, ამ ტყუილებს, დიდი ხანია უნდა კონდეს ქართულ საზოგადოებაში დასმული წერტილი. მოკლედ აღარ მოგაწყენთ თავს, ნახეთ ეს 7 წუთიანი ვიდეო არის და დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, თქვენ რას ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ ამ რეალობიდან გამოსავალს, როგორ ხედავთ და რა ვიცი, შიგევროპელებმაც დაწერეთ, ალბათ ჯეფრი საქსიც პუტინის აგენტია და რუსეთისა და პუტინის დავალებით საუბრობს ამ ყველაფერს. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ახლა კი ნახეთ. საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოსთან. სამაგიეროდ ეს კავშირშია ვაშინგტონის რუსეთთან დაკავშირებულ ხედვებთან. საქმე არა საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ დაახლოებით 30 წლის წინანდელ იდეას ეხება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გარშემო მორტყმას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს იდეა საერთოდ 170 წლის წინანდელია. სწორედ ბრიტანეთის იმპერიას ეკუთვნის ეს იდეა. ჩემი აზრით, ყველაზე ცინიკოსი ხალხის იდეაა. თუკი ამერიკა ცუდია, ბრიტანეთი უარესია. ვინაიდან ბრიტანული იმპერია უფრო დიდხანს იყო მსოფლიო იმპერია. მე-19 საუკუნის შუაში ბრიტანელ ლორდ პალმერსტონს დაებადა იდეა, რომელსაც მეზობელმა ნაპოლეონ მესამემ აუობა მხარი. ეს გახლდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევების იდეა. რუსული ფლოტი კი ეკატერინე მეორის მმართველობიდან მოყოლებული სწორედ სევასტოპოლშია. ის 1783 წელს დაარსდა. ბრიტანული ფლოტის უპირატესობის გათვალისწინებით ლორდ პალმერსტონს მიაჩნდა, რომ ბრიტანულ ფლოტს შეეძლო რუსული ფლოტის დამარცხება და
მისი შავი ზღვიდან გაძევება. რუსეთის კი მესამე ხარისხოვან სახელმწიფოდ ქცევა. რატომ უნდოდა ეს ბრიტანეთს? მას მსოფლიოს მართვა სურდა. ბრიტანელებს ამავე დროს ეშინოდათ, რომ რუსეთი მათ კონკურენციას გაუწევდა, მაგალითად ცენტრალურ აზიაში და ინდოეთში. ეს გახლდათ შეშლილი გეგმა, მაგრამ როდესაც შენ მსოფლიოზე ბატონობა გსურს, ყველა კუთხე, ადგილი და საჭადრაკო დაფის მონაკვეთი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ხდება. გამომდინარე აქედან ლორდ პალმერსტონი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ბედი ნამდვილად არ ადარდებდა, არც მეტი არც ნაკლები ყირიმის ომის სამხრეთ კავკასიაში გაგრძელებას ემხრობოდა. შესაბამისად ეს ისტორია 170 წლის წინ იწყება. 1850-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები კი ბრიტანეთის შეგირდია. ბატონი ბზეჟინსკი კი სწორედ ლორდ პალმერსტონის მოდელს მიხვებოდა რუსეთის გარშემორტყმისა და დასუსტების გეგმას. ბატონი ბზეჟინსკი ამ ყველაფერს თავად საკუთარ წიგნში დიდ საჭადრაკო დაფაში საკმაოდ ვრცელ თავში დეტალურად აღწერს. ბზეჟინსკი წერს, რომ კრემლი სუსტია და წინააღმდეგობას ვერ გაწევს. ეს გახლდათ დიდი რისკი, გულისხმობ ნატოს გაფართოებას და მოლოდინს, რომ რუსეთი ვერაფერს იღონებდა. მე მსურს მოგიყვეთ კიდევ ერთი ამბავი. 2008 წელს ბუქარესტში ნატოს სამიტზე ჯორჯ ბუშმა მოითხოვა ნატოს მიერ საქართველოსა და უკრაინის ალიანსის რიგებში მიღებასთან დაკავშირებული ვალდებულების აღება. ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ, იცოდნენ თუ რამდენად საშიში იყო ეს. ეს იყო სრული პროვოკაცია რუსეთის მიერ გაცხადებული ეგრეთ წოდებული წითელი ხაზების მიმართ. ბუქარესტში სცადეს ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ ნატო ხომ ალიანსი არ არის, ნატო ამერიკის შეერთებული შტატები და მის გვერდით მდგომი სუსტი ევროპაა. ბუქარესტში კი ჯორჯ ბუშმა არ დათმო და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ევროპელები ამას დღემდე იმეორებენ, ამერიკელებიც. რუსები ამბობდნენ, რომ ეს მიუღებელი იყო და ამას არ დაუშვებდნენ. 2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტის სამიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ჩამოვიდა. ის ეწვია საგარეო ურთიერთობათა საბჭოს. ეს ორგანიზაცია ამერიკული ისტაბლიშმენტისთვის მშობლიურია. მე კი როგორც ათასობით სხვა ამ საბჭოს წევრი გახლავართ. მიმიწვიეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე და ცნობის მოყვარეობა მძლია. მათი ოფისი ჩემს სახლთან ახლოს არის და ფეხით გავეშურე. სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროპის შუაგულშია, რომ საქართველო ევროპაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეძგამეგება ცოტა. ღონისძიება დავტოვე და მეუღლეს შევეხმიანე და მას უთხარი, რომ ეს ადამიანი შეშლილია. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანას გაანადგურებს. ასევე მსურს მოგახსენოთ, რომ რამდენჯერადაც სააკაშვილი საქართველოს ევროპის შუაგულში მდებარეობაზე საუბრობდა, იმდენჯერ ისმოდა მქუხარი აპლოდისმენტები. საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიხარულით მე-9 ცაზე იყვნენ. საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ამბობდა სააკაშვილი და ისმოდა მეტი აღთქინება. მე კი ვიცოდი, რომ ეს გახლდათ სრულიად უპასუხისმგებლო საუბარი, ეს გახლდათ სრული პროვოკაცია და რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა. ეს გახლდათ საშინელება, მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი. ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებული, ვინაიდან ვინმე ზრდასრულს უნდა დაერიგებინა სააკაშვილი, რომ მის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება მისთვისვე იყო საშიში და დამანგრეველი. იყავი ფრთხილად, იყავი წინდახედული, ნუ მოუწყობ შენს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს პროვოკაციას. ამერიკის შეერთებული შტატები შენი მეზობელი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები 1000 კილომეტრის დაშორებითაა. ეს მეზობელი კი შენს ცხვირწინაა. ასე რომ იყავი ფრთხილად. სააკაშვილისთვის ეს არავის უთქვამს. მას მხოლოდ ტაშს უკრავდნენ. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ არ შეუძლია საქართველოს ხსნა, არც საკუთარი თავისგან და არც მისი ჩრდილოელი მეზობლისგან. ესაჭიროებათ წინდახედულობა, სიფრთხილე, გჭირდებათ ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა, რომ ჩვენ ვართ ნატო, რასაც გვინდა იმას ვიზამთ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო. 2008 წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ საშინელი შედეგი. ეს შედეგი კი საგარეო საქმეთა საბჭოში სააკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ. თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი. არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ. იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა: ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო. ის გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ. მათ ისიც კი არ იციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მათ მით უმეტეს არ იციან თბილისი და საქართველო სად არის. დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით. იყავით ფრთხილად. არავინ გეუბნებათ, რომ დანებდეთ. მარცხი აღიარეთ.
გაუღიაროთ, იყავით წინ დახედულნი, მოეპყარით მეზობელს კარგად. იგივეს გირჩევთ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით. ამ ზიზღის ფონზე ისმის ფიქრი, რომ ბრიუსელი გადაგარჩენთ, უბრალოდ სასაცილოა. ვაშინგტონი კი საერთოდ დამატებით 3000 კილომეტრის დაშორებითაა კიდევ. კარგით რა ვიყოთ რეალისტები, მე ვცადე ეს უკრაინელებისთვის ამეხსნა, მაგრამ მათ მეყური არ დამიგდეს. მათ ვაშინგტონიდან გაგონილი ტკბილი საუბარი და მხარდაჭერაზე ცრუ დაპირებები ერჩივნათ. ახლა კი მათ ბრძოლის ველზე უბრალოდ ხოცავენ. რას ნიშნავს ბრძოლა მანამ საჭიროა, სანამ ბოლო უკრაინელს მოკლავენ? მათ 100,000-ობით ადამიანი დაკარგეს, როდესაც შეეძლოთ ჩემთვის ყური დაეგდოთ. ეს იყო მათი მხრიდან ყოვლად დამანგრეველი საქციელი. უკრაინელებს თავიდანვე უარი უნდა ეთქვათ ნატოში გაწევრიანების შეთავაზებაზე. მათ უნდა ეთქვათ, რომ არ სურდათ ამ გზით არავის განაწყენება, მათ ხომ არავინ ესხმოდა თავს. ეს პროვოკაცია რა საჭირო იყო? ყველაფერი იქნებოდა წყნარად. Don't provoke anything, and it would have been quiet.